მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირდაპირ ეთერშია სტუდენტური თოქ-შოუ თავისუფალი დიალოგი. დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იქნება ქართულ მედიაში არსებული პრობლემები, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. დღეს სტუდიაში იმყოფებიან მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და კრიტიკოსები. ჩვენ მათგან მოვისმენთ არსებული პრობლემების შესახებ და შეფასებებს. მაშასე ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან მედიის წარმომადგენელი ეკო ამყოლაძე, ასევე რეგიონალური მედიის წარმომადგენელი სალომე გორგოძე და ექსპერტი დავით ახალაძე. პირველ რიგში ძვირფასო სტუმრებო მოგესალმებით, მადლობა რომ მოგზაურობთ ჩვენს გადაცემაში და პირველი კითხვით მიმართავ ეკოს. ეკო როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას ქართულ მედია სივრცეში, რა პრობლემები არის, რომ გვესაუბროთ ამ პრობლემებზე და მათ გამოწვევ მიზეზებზე? პირველ რიგში მეც მივესალმები ჩვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის. თავდაპირველად მინდა შევეხო ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს 90-იან წლებს. ეს იყო საკმაოდ რთული, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში და მინდა გავიხსენო, რომ მედია ამ დროს ფაქტობრივად ჩამკვდარი იყო, ასე ვთქვათ, და არსებობდა ერთ-ერთი სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც მეტნაკლებად ახერხებდა რაღაც ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდებას. 94 წელს კი შეიქმნა ქალაქ რუსთავში ტელევიზია რუსთავი 2, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს. იგი გახდა სახალხო ტელევიზია და შემდეგი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო საქართველოს სათავეში, ის აქტიურად აშუქებდა ნებისმიერ მოვლენას. და როგორც გარკვეული გამოკითხვები თუ რეიტინგები გვიჩვენებს, ის გამოირჩევა ძალიან დიდი რეიტინგით, აქვე უნდა დასახელდეს ეს ფაქტორიც, მაღალი გადმოცემის ხარისხით, ოპერატიულობით და საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან ასევე მისი ჟურნალისტები. თუმცა შემდეგში ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ დობასთან დაკავშირებითაც, მასთან დაკავშირებით ცოტა მეტნაკლებად შეირყა ნდობა. ეს პრობლემებს. დიახ, პრობლემები, რაც მინდა ვთქვა. მას აბრალებენ ტენდენციურობას, კლავაც რუსთავიერზე ვისაუბრებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერ განხორციელებულ ფაქტს მეტად დადებითად აშუქებენ და აქვე გადავალ სხვა ტელევიზიებსაც. სახელმწიფო ტელევიზია, როგორც უკვე ვახსენეთ, ადრე წოდებული პირველი არხი, დღეს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეტნაკლებად ვალდებულების მიხედვით უნდა აშუქებდეს სოციალურ პრობლემატიკას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და კვლევებიც აჩვენებს, რომ ის ძალიან მცირედ და მწირად აშუქებს გავს ინფორმაციას. ასევე, როგორც ბევრი გამოკითხული პასუხობს კითხვაზე თუ რატომ აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი. ისინი გვისახელებენ იმ ფაქტს, რომ სიუჟეტების გადმოცემის ხარისხი არის საკმაოდ დაბალი. არის ფერების პრობლემა, ხმის პრობლემაც, გახმოვანება და ასე შემდეგ. ახლა მინდა ასევე შევეხო კავკასიას და მაესტროს. ეს ორი ტელევიზია წინა წლამდე, 2012 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე ითვლებოდა ოპოზიციურ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ტელევიზიებად. ისინი ასევე შეინიშნებოდა ტენდენცია მათ გაშუქებაშიც, ცდილობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ ლოიალურად განწყობილნი ყოფილიყვნენ, ხოლო 2013 წლიდან მეტნაკლებად დაბალანსებულად აშუქებს მაესტრო ნიუსებს, ხოლო კავკასიის წარმომადგენლები, კი კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი განსაკუთრებით დავით ოქბარდია სიძულვილის ენაში აქტიურად შეინიშნება. გარდა მიკერძოებისა და სიძულვილის ენისა, თუ შეინიშნება თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ტელევიზიაში. დიახ, ამასაც ვიტყვი. იგივე აი ძველი პერიოდისგან განსხვავებით, საკმაოდ წინ არის წასული ამ კუთხით ქართული მედია. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება მეტნაკლებად აღარ არის შეზღუდული, თუმცა არის რაღაც გარკვეული პრობლემები. ადამიანებს ყველაზე მეტად გამოკითხულ რესპონდენტებს ამა თუ იმ კვლევაში აღიზიანებთ ცუდი ლექსიკა, არც თუ ისე იშვიათად შეინიშნება ჩვენს ტელევიზიებში. მადლობთ ქალბატონო ეკო. დიდი მადლობა. ეხლა გადმოდივარ კითხვით სალომესთან. სალომე, თქვენ წარმოადგენთ რეგიონალურ მაუწყებლებს. რა პრობლემა არის რეგიონში და კონკრეტულად რომ დაგვისახელოთ, რა იწვევს ამ პრობლემებს, როდესაც რეგიონში მოღვაწე ესა თუ ის მაუწყებელი მოძიების თუ გადამოწვევის ამ შემდეგ აწყდება პრობლემებს. რა პრობლემებს ესაუბრებთ? მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს და ზოგადად რეგიონულ მედიას, სანამ უშუალოდ პრობლემებზე გადავიდოდე, მოკლედ რეგიონული მედიის მნიშვნელობა ზოგადად ქვეყნის მედიაში.
დამეთანხმებით, რომ ქვეყნის მედიაში რეგიონულ მედიას ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს განპირობებული არის სხვადასხვა ფაქტორით. ერთი მხრივ რეგიონში მცხოვრებ მაყურებელს სჭირდება რეგიონში არსებული მაუწყებლობა, რომელიც მას მიაწვდის უშუალოდ ლოკალურ ახალ ამბებს. მეორე მხრივ ცენტრალური ტელევიზიებისთვის რეგიონული მედია ასრულებს ერთგვარ წყაროს ფუნქციას, რომელიც მას აწვდის ინფორმაციას თუ რა პრობლემებია რეგიონში და შემდეგ უკვე ცენტრალური მაუწყებლები ამ პრობლემებს უფრო მასშტაბურად განიხილავენ, ამზადებენ სიუჟეტებს და ასე შემდეგ. იდეალური ვარიანტი არის ის შემთხვევა, როდესაც რეგიონული მედია წარმოადგენს ერთგვარი ფორუმის როლს რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ანუ მათ შეუძლიათ რეგიონული მაუწყებლების, პრესის საშუალებით, ან თუნდაც რადიოს საშუალებით ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, საჯაროდ გაიტანონ ეს პრობლემები, არა მარტო პრობლემები, მიღწევები, შთაბეჭდილებები, ინიციატივები და შემდგომ უკვე ცენტრალური ტელევიზიებისთვის ეს არის მართლაც ღირებული წყარო, რომ ამ მასალებზე დაყრდნობით უფრო მასშტაბურად გააშუქოს, თქვათ, ამა თუ იმ რეგიონის პრობლემა. როდესაც იწყება პრობლემები? პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ამ იდეალურ შემთხვევას თანდათან ცილდება, თქვათ, რეგიონული მაუწყებლები. ეს პრობლემები ძალიან ბევრია და მე ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ რეგიონულ მედიას აქვს დღეს ეს პრობლემები საქართველოში. დაახლოებით თუ ზუსტად არა, იგივე პრობლემებია ცენტრალურ მაუწყებლებზეც, რაც რეგიონულ მაუწყებლებში. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს მაუწყებლები უფრო მცირე აუდიტორიაზე არის გათვლილი, შესაბამისად უფრო მცირე რესურსი გააჩნია, უფრო მცირეა. რომ დავაკონკრეტოთ რა პრობლემებზეა საუბარი? პრობლემები, აი ძალიან მოკლედ რომ გამოვიხილოთ, ეს არის ერთი მხრივ ფინანსური პრობლემები, დამეთანხმებით, რომ მაუწყებლობის, ან თუნდაც პრესის, რადიოსი არსებობა წარმოუდგენელია არასაკმარისი ფინანსების გარეშე. გარდა ამისა, ეს არის ადამიანური რესურსი, როდესაც თქვათ კვალიფიციური ჟურნალისტები, რომლებიც ამზადებენ კვალიფიციურ მედია პროდუქტს. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ კონტენტი რამდენად სწორი არის. ხშირად ჩვენ ხვდებით რეგიონულ მაუწყებლებში, თქვათ, ნიუსებს, რომლებიც ასახავს მხოლოდ მშრალ ფაქტს, მაგალითად იმას თუ თქვათ საკრებულოს თავმჯდომარე ეწვია ამა თუ იმ ღონისძიებას. მეორე მხრივ ისმის კითხვა, რამდენად ასახავს ეს იმას, რაც რეგიონში ხდება და რამდენად ღირებულია ეს მოკლე ნიუსი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ეს პრობლემები, როგორიც არის კონტენტის პრობლემა, ანუ შინაარსობრივი პრობლემა, როგორიც არის ფინანსური პრობლემა, ასევე ადამიანური რესურსის პრობლემა, პლუს ამას ემატება ტექნიკური ბაზის პრობლემა, დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის გაუმართავობა იწვევს შედეგად იმას, რომ ვერ ვღებულობთ კვალიფიციურ მედია საშუალებას. თუმცა, ერთად დავამატებ, რომ გარდა პრობლემებისა, რა თქმა უნდა, ბევრი ღირებული ინფორმაცია იქმნება რეგიონულ მაუწყებლებში და ამ სურს ყურადღება გავამახვილო ამ ეტაპზე მხოლოდ პრობლემებს. შემდეგ კითხვით, ბატონ დავით, როგორია თქვენი შეფასება? ჩვენ მოვსმინეთ ტელევიზიაში, რეგიონში არსებული მედია საშუალებების პრობლემებს. თქვენ რას გამოყოფთ? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს? მოგესალმებით, აგროს სტუმრებს, მაყურებელს მოგესალმები. საერთოდ როგორ შეიძლება შეფასდეს მედია? რა არის ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ მედია შევაფასებთ? არის ის კვლევები, შიდა კვლევები, ეთვე რეიტინგების შედგენა, ხალხის გამოკითხვა, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები. ეს რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი სიტყვით შეგვიძლია შევაფასოთ მედიას, აი ნდობა. რომ დავსვათ კითხვა, აქვს თუ არა ქართულ ხალხს მედიის ნდობა? აი თითოეულმა ჩვენგანმა, რიგითმა მაყურებელმა მედიის, რომ გადავრთავთ, თქვათ, რაიმე საინფორმაციო გადაცემაზე. და რაიმე რეპორტაჟს მოვუსმენთ. გვაქვს თუ არა ჩვენი მის შეგრძნება, რომ არ გვატყუებენ, არ ცდილობენ ჩვენით манипуლირებას, არ ცდილობენ თავში ჩაგვიდონ ის ინფორმაცია, რომელიც უნდათ რომ ჩვენ გქონდეს და რომელიც რეალურად არის სიმართლე. მე ეს შეგრძნება არ მაქვს. მე მაქვს შეგრძნება, რომ ყოველთვის, როდესაც მე უყურებ საინფორმაციო ნებისმიერ არხზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი არხი იქნება ეს, მე მაქვს ის შეგრძნება, რომ ატყუებენ. და რამდენად შეიცვალა ბოლო წლებში ეს სიტუაცია, მე ვიტყოდი, რომ დიდად არ შეცვლილა. თავი არის ყველაზე პოპულარული და მაღალი რეიტინგის მქონე ტელევიზია. ეს ნამდვილად ესეა, კი ვეთანხმები და მეც ახლა მაი საბუთართავი დაჭერილი მაქვს იმაზე, რომ თქვა სახში როცა მივდივარ, 8 საათიან საინფორმაციოებს ტოვებ, პირველ არხზე და იმედზე გასვლა საინფორმაციოებს და მაის დროზე მე მგონი 8 საათია, ხო?
და 9 საათიან საინფორმაციო კურიერზე ვთავ. რით არის მაშინის გამოწვეული? რით არის, აი გეტყვით მარტივად რა, აი არ თხოვდნენ ნამდვილად ის მაყურებელი რომელიც გამოიკითხნენ, მაღალი ტექნიკური ბაზა რა თქმა უნდა, დახვეწილი სიუჟეტები ბოლო-ბოლო ჟურნალისტებსაც გამართულად მიყავთ რა ნაკლებ შეცდომას უშვებენ. ეს ეხება სხვა შორის აი ელემენტარულ შეცდომებსაც, როგორც არის აი გრამატიკული შეცდომები, ტერმინოლოგიის და ანუ თქვენი აზრით სხვა ტელევიზიებში პროფესიონალიზმის პრობლემა ჩდება, ნაკლებად პროფესიონალიზმი კიდე სხვა რაღაცაა. მე აქ ყურადღებას ვამახვილებ აი ელემენტარულ საბაზისო მომენტებს, თორე პროფესიონალიზმის პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ისიც რომ უბრალოდ ელემენტარულად სიმართლეს არ აშუქებენ და ეს პრობლემა რუსთავი ორის წინაშეც კი არა, ერთ-ერთი პირველი ტელევიზია, რომლის წინაშე ეს პრობლემა დგას, არის რუსთავი 2 და ზუსტად იმიტოა რუსთავი 2 სხვაზე უფრო პოპულარული და სხვაზე უფრო ყურებადი, რომ გამართული ბაზა აქვს და ეს ბაზა როდის გაიმართა, როდესაც ნაციონალების დროს, წინამთავრობის დროს ხელი შეეწყო ამას. როდესაც ნაციონალების დროს იყო ანუ ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზია და ერთ-ერთი დასაყრდნობი მთავრობის. ამ დროს შეიქმნა ეს ბაზა, დღეს შენარჩუნებულია და ინერციით მოყვება ინტერვიუს. მე მინდა დავუბრუნდე ნდობის საკითხს. თქვენ თქვით, რომ არ არის ნდობა მაყურებელში, აუდიტორიაში. რით შეიძლება იყოს თქვა გამოსწორებული, რა უნდა გაკეთოს მედიამ იმისათვის, რომ ნდობა მოიპოვოს? აი სინამდვილეში შეგვიძლია ძალიან ბევრი ფაქტორი მოვიყვანოთ, რომელიც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ძირითადი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ის, რომ პირველი მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მედიაში, მედიის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს უკვე დამკვიდრებული ეს. რა თქმა უნდა, ამას იცით რა, მე კონკრეტულ ფაქტებს ვერ მოგიყვანთ, მაგრამ როდესაც უბრალოდ ჩართავ ტელევიზიას მიხვდები ეს ადვილად იგრძნობა რა. ეხლა გასაგებია რომ ჩვენ ჟურნალისტებმა უნდა მოვიყვანოთ რაღაც არგუმენტები, ფაქტები, მაგრამ ძალიან მარტივია ჩართეთ ტელევიზია და ყველაფერს თვალნათლივ დაინახავთ რა და იცით რა არის ცოტა უფრო მაღალი დონეა სიმართლის ობიექტურობის სხვა მედია საშუალებებში, იგივე ბეჭდურ მედიაში შედარებით უკეთესი სიტუაცია, რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითი არ არის იქაც დიალოგად საქმე. ინტერნეტ მედიასაც შევეხოთ, იქაც არის ეს გადასახადი. მე მაინტერესებს ბატონ დავით, თქვენ თქვით, რომ ცხვირს ყოფს ხელისუფლება. როგორი არის მაშინ ურთიერთობა მედიასა და პოლიტიკურ ელიტას შორის? რა მექანიზმებით ახდენს ხელისუფლება, როგორც თქვენ თქვით, იგივე ცხვირის ჩაყოფას, იგივე თქვა ზეწოლას მედიაზე, მოკლედ რო გითხრათ. აი მე მახსენდება მაესტროს ფლობელების მუდმივი განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ არხზე არ შემოდიოდა რეკლამა. ეს ყველაფერი ხდებოდა იმის გამო, რომ ნებისმიერი კომპანია, განსაკუთრებით მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი, რომელსაც მოუნდებოდა მაესტროზე რეკლამის განთავსება, თუ თქვათ რაღაც უფრო გრძელ რეკლამას განათავსებდა, ამ კომპანიას მეორე დღეს ადგენდა საგადასახადო და რაღაც ეგრეთ წოდებული დარღვევები აღმოჩნდებოდა ხოლმე უცებ და ეს სიტუაცია იყო პერმანენტული, მუდმივად მეორდებოდა და სხვა შორის მაესტროსაც ყველაზე უფრო ძმეთ შეეხო, იმიტომ რომ ასე თუ ისე ერთ-ერთი ტელევიზია იყო მეტნაკლებად რეიტინგული ტელევიზიებიდან, რომელიც ცდილობდა რაღაც ცოტა ოპოზიციური აზრის დამკვიდრებას. მადლობთ, მე მინდა იგივე კითხვა ნდობასთან დაკავშირებით, ეკო თქვენ დაგისვათ. ითქვა, რომ პრობლემაა ნდობის ის, რომ აუდიტორია არ ენდობა არც ერთ მედია საშუალებას. თქვენი აზრით, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული და რა უნდა გააკეთოს მედია იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას? თაკო, იცი რა, როგორ არის ახლა, მინდა მოვიშველიო ასევე მედია მონიტორინგის შედეგები, ძალიან ბევრი ასეთი კვლევა არის ჩატარებული და აღმოჩნდა, რომ აი რამდენიმე წლის წინ მაგალითად, 3-4 წლის წინ, დაახლოებით 57% ჯერ კიდევ ენდობოდა ტელევიზიებს. მაგრამ შემდეგ ისეთი ფაქტი აღმოჩნდა და მე ვფიქრობ და ვეთანხმები ამას, რომ მაყურებელი ყოველთვის ცდილობს, რომ ისეთ ტელევიზიას უყუროს და ისეთი არხიდან მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ემთხვევა მის ხედვებს. ანუ თქვათ ოპოზიციური აზროვნების ადამიანი უყურებს მისთვის მაშინდელ ოპოზიციური ინფორმაციის გადმოცემ ტელევიზიას და პირიქით. და ვფიქრობ, რომ ეს მეტნაკლებად გაითვალისწინა იმედმაძლევანდელ არჩევნებზე იმედის ტელევიზიამ და ის ცდილობდა, რომ მეტნაკლებად დადებითად გაეშუქებინა ნებისმიერი პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა თუ ბრიფინგი თუ ასე შემდეგ. და მან მოიგო მაყურებლის გული, ანუ საქართველოს მოსახლეობის თითქმის დიდი ნაწილის გული ამ ასეთი გაშუქებით. რატომ მოიგო გული? თქვათ იმიტომ რომ არ ასე ბრწყალებში რო ვთქვათ, აწყენინებდა არც ოპოზიციის წარმომადგენლების აზრს
და არც პირიქით. ჩავერთვები. იქნება თუ არა აქ ობიექტურობის პრობლემა მაშინ. ობიექტურობის პრობლემა იქნება. კი ბატონო, ჯერ ეკომ დაამთავროს ეკომ. არა, იყოს, კი ბატონო, მოვისმენთ და არის იმედის წლების განმავლობაში განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც ეს იმედის ცნობილი ამბები მოხდა, იყო ნაციონალების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ტელეკომპანია. არგუმენტი გაქვთ ამის, ანუ საიდანაა ჩართეთ ნებისმიერი გადაცემა, რომელიც არის შენახული გინ YouTube-ზე და გინ My Videos-ზე და მთავარი არგუმენტი ეს იქნება, მეტი არგუმენტი არ არის საჭირო ჩემი აზრით. ერთ-ერთი ჩავერთვები, როდესაც ეს შეეხება იმედსაც რუსთავი ორსაც, როდესაც იგრძნეს, რომ ნაციონალური მოძრაობა მიდიოდა, ზუსტად ამის შემდეგ გახდნენ ცოტა რაღაც ობიექტურობისკენ მიდრეკილნი, განსაკუთრებით არჩევნების გაშუქების დროს უკვე იცოდნენ, რომ წავიდოდნენ და ეს ეწოლა აღარ იქნებოდა იმდენად სერიოზული და ზუსტად ამის შემდეგ დაიწყეს შედარებით ობიექტურად გაშუქება, ანუ იგივე არჩევნების თემასთან დაკავშირებით. თუმცა სხვა შორის პირველ რიგს ეს ჩემი აზრით არ შეხებია, იმიტომ რომ პირველი ახლის დაკვეთილი ეგზიტ პოლები მუდმივად აჩვენებდა იმას, რომ ან ნაციონალური მოძრაობა იგებდა, ან 50-50-ზე მიდიოდნენ და სინამდვილეში როგორც ვიცით, სიმართლე ძალიან შორს იყო აქედან. ან თქვენ ეს არც ეს კვლევის შედეგები. რა თქმა უნდა არა. კი ბატონო, მადლობთ. სალომე, გადმოვიდით თქვენთან. ნდობის ფაქტორი რამდენად მოქმედებს რეგიონალურ მედიაზე? თქვენ ასე ვთქვით, რომ ნაკლებად არის მოთხოვნა რეგიონალურ მედიაზე. თქვენი აზრით, მოთხოვნილება განსაზღვრავს თუ არა ნდობას? თუ თქვათ არენდობა მკითხველი, მაყურებელი ან მსმენელი მოიხმარს თუ არა ის იმ მედია საშუალების მიერ წარმოებულ პროდუქტს? იცით რა, როდესაც საუბრობთ ნდობაზე, აქ ვერ ვიტყვით, რომ რეგიონულ მედიას რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა არენდობა. იგივე ძალიან ისეთი ყოფითი მაგალითი რო ავიღოთ, ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობა დამერწმუნეთ უფრო ენდობა რიონის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ვიდრე იგივე რუსთავი 2-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. რატომ? იმიტომ რომ ის არის რეგიონული მაუწყებელი, რომელიც მისივე ქალაქში იქმნება, მან მეტნაკლებად უფრო მეტი ინფორმაცია იცის იმ ამბავზე, რაც ხდება, შედარებით ამიტომ ნდობაც უფრო მაღალია. და სწორედ ეს რომ რეგიონული მაუწყებლების ნდობა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ უფრო მაღალია, ეს განაპირობებს იმასაც, რომ რეგიონული მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ქვეყნისთვის და ქვეყანაში არსებული სხვა მედია საშუალებებისთვის. ამდენად ნდობის ფაქტორი გაცილებით უფრო მაღალია რეგიონული მაუწყებლებისა, ვიდრე ცენტრალური. რით იქნება ეს გამოწვეული მაშინ? რატომ ენდობა რეგიონის მედია საშუალებებს უფრო მეტად აუდიტორია? აი რაც უკვე ვახსენე, რომ როდესაც შენ ქალაქში იქმნება ესა თუ ის ამბავი, როდესაც შენ გარშემო ხდება ეს მოვლენა, როცა უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს ამა თუ იმ რამის შესახებ, აღარ გიჩნდება განცდა, რომ ვაიმე ხომ არ მატყუებენ, მაგრამ როდესაც შენ უყურებ ცენტრალურ ტელევიზიას, დაუშვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადმოცემულ ახალ ამბავს, შენ გიჩნდება განცდა იმისა, რომ იყო კი ეს ჟურნალისტი ჩასული, ვთქვათ, სულაც რომელიმე რეგიონში და ნამდვილად იქედან ამზადებს ამ ამბავს. ან იცის კი ამ ხალხის პრობლემები და იმიტომ ეუბნება ამ ყველაფერს. მაგრამ როდესაც რეგიონული მედია გეუბნება, როდესაც შენი რეგიონის ტელევიზია გეუბნება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ნდობა გაცილებით უფრო მაღალია. და დათომ წეღან ბრძანა, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად და უხეშად ერევა მედია საშუალებებში. როგორ არის ეს რეგიონში? ის რომ ცენტრალიზებული არის კი საქართველოს მმართველობა, მაგრამ რეგიონი მაინც ცალკეა. ხდება თუ არა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახით ჩარევა? იცით რა, ვერ ვიტყვი, რომ რეგიონული მაუწყებლები აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან ხელისუფლების ჩარევისაგან. ესეც მეტნაკლებად არის. იგივე მდგომარეობა იქაც, რა მდგომარეობაც არის ცენტრალურ ტელევიზიებში თუ ცენტრალურ მედიაში. დამოუკიდებლობა ხო არ არის თვითმიზანი, არა დამოუკიდებლობა იმ თვალსაზრისით, რომ მედიის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში არ ჩაერიოს, თორე განსაკუთრებით რეგიონალურ მედიას ჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, გვერდში დგომა იგულისხმება. მხარდაჭერა და არა ჩარევა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა 2006 წელს ჟენევის შეთანხმების შედეგად 2015 წლამდე, 15 წლის ივნისამდე უნდა ეს ციფრული მაუწყებლობის პრობლემა მოგვარდეს რა და როცა წელიწადნახევარია დარჩენილი და ამისთვის არაფერი არ გაკეთებულა, განსაკუთრებით ცოტა შორეულ რეგიონებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერა აუცილებელია რეგიონალურ ტელევიზიაში. იცით რა, დათო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს რეგიონულ მაუწყებლებს, მაგრამ მე მგონი აქ სხვა ნიშნულობით იყო ეს კითხვა დასმული, ანუ სულ სხვა მხრივ, რამდენად ერევა მთავრობა მედიის ჩაერიოს მარგვერდში და დაუდგეს. მაშინ დავით, როგორ უნდა მოხდეს ჩარევა? მოკლედ რომ გითხრათ, რა პრინციპით უნდა მოხდეს მაშინ განვითარებაზე ზრუნვა მოკლედ? მაქსიმალურად უნდა
შეეცადოს მთავრობა, თუნდაც ადმინისტრაციული მმართველობა, რომ მოიძიოს სპონსორები, მოიძიოს თქვათ კერძო ბიზნესი შეიყვანოს ამ ჟურნალისტიკაში. ფინანსური დახმარება ვალდებულია თქვენი აზრით ხელისუფლება, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს? ვალდებული არ არის, რა თქმა უნდა, ამის პრიორიტეტი უნდა იყოს უბრალოდ. პრიორიტეტი უნდა იყოს და უბრალოდ თვითონ მისთავე ინტერესებში შედის, რომ რეგიონალური მედია განვითარდეს. თუ იქნება იმ რეგიონში მედია განვითარებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ცოტა განათლების დონე შეიძლება აიწიოს იმ რეგიონში. საერთოდ ძალიან ჯაჭვური რეაქცია შეიძლება მოხდეს დადებითი მხრიდან ამას და რა თქმა უნდა ეს მთავრობის და კონკრეტულად იმ ადმინისტრაციის ინტერესებში შედის. და დავამატებ იმას გავაგრძელებ რომ მოკლედ ოღონდ ძალიან მოკლედ როდესაც იყო შემთხვევები როდესაც თქვათ რეგიონში არსებული ხელისუფლება ერთგვარად ბიზნესს აძლევდა ამათური მაუწყებელს გაიშუქებინა ნიუსები და რა მხრივ იყო აქ ტენდენციურობა რომ აშუქებდა მხოლოდ თვითმმართველობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და რამდენად საინტერესოა ხა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიიღოს ინფორმაცია მარტო იმაზე რომ თქვათ სოფლის ქალაქის გამგებელი აქ მივიდა გამართა ღონისძიება და მეორე მნიშვნელოვანი რამ აი სულ ახლახან ჩატარდა არჩევნების პერიოდში კვლევა რომელიც მიზნად ისახავდა დაკვირვებოდა რეგიონულ მედიას რამდენად ობიექტურად აშუქებდა ის არჩევნების პერიოდში საარჩევნო გარემოს და აღმოჩნდა რომ საკმაოდ კვალიფიციურად მიუკერძოვებლად და ხარისხიანად აშუქებდა მედია არჩევნების პერიოდში შესაბამისად არც თუ ისე ცუდაა საქმე მადლობთ სალომე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ის რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს ეს იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სულ რამოდენიმე წამით შევისვენებთ და პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით მცირედი პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. გადაცემის მეორე ნაწილში ვაგრძელებთ მთავარი თემის ირგვლივ საუბარს. ჩვენი მეორე ბლოკის სტუმრები იქნებიან ინტერნეტ მედიის წარმომადგენელი თორნიკე ცაცაბაშვილი, ბეჭდური მედიის წარმომადგენელი სოფო აბრალავა და თამარ კურატიშვილი, მედია კრიტიკოსი. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. პირველი კითხვით მიმართავ თორნიკეს, თქვენ საშუალება გქონდათ მოგესმინათ პირველ ბლოკში გამოთქმული აზრებისთვის, მოусმინეთ პირველ ბლოკის სტუმრებს. როგორი არის თქვენი შეფასება, რა პრობლემები არის დღეს ინტერნეტ სივრცეში და თუ იზღუდება ინტერნეტ მედიაში გამოხატვის თავისუფლება? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ონლაინ მედია საშუალებას იძლევა რომ გაკეთდეს თქვათ პოსტები და კომენტარები. და ეს საშუალებას იძლევა თვითონ მომხმარებელს თავის აზრით დააფიქსიროს. რით არის განპირობებული მაშინ უფრო მეტი თავისუფლება სოციალურ მედიაში ვიდრე თქვათ სხვა მედია საშუალებებში? როგორც ექსპერტები საუბრობენ ამის შესახებ და როგორც ცნობილია საერთო საზოგადოებისთვის, ნაკლებად კონტროლდება სოციალური და ონლაინ მედია და გარდა ამისა, ყველას ამ სოციალური მედიის ტექნიკური ფორმის გამო ყველას აქვს საშუალება რომ თავის წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში და გაფართოებაში. რატომ კონტროლდება ნაკლებად? არ არის შესაბამისი მექანიზმები, არ არის ინტერესი თუ უბრალოდ იმდენად რთულია მისი კონტროლი, რომ ამის მცდელობა უბრალოდ არ ხდება? ჩემი აზრით უბრალოდ იმდენ ფართოა სოციალური და ონლაინ მედია, რომ საკმაოდ ძნელია მისი კონტროლი და მთავრობის წარმომადგენლებს თქონდათ ცდილობა რომ გააკონტროლოს, მაგრამ ნაკლებად ხერ ხდება ამის კონტროლი ვიდრე ტრადიციული მედიის ფორმებისა. რა პრობლემები არსებობს დღეს სოციალურ მედიაში? სოციალურ მედიაში, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემაა, ჯერ კიდევ ვითარდება ეს მედიის ეს ფორმა. და ჩემი აზრით ამ პრობლემის შედეგს არაკომპეტენტურობა, რადგან უამრავი მომხმარებელი საერთოდ ვინც დაარეგისტრირებულა სოციალურ მედიაში, ცდილობს თავის შედეგს დააფიქსიროს და მრავალი მათგანი არაკომპეტენტური ხოლმე რომელი კონკრეტულ საკითხში. მადლობთ თორნიკე, სოფო, შემდეგ კითხვა თქვენთან. იგივე კითხვით მოგმართავთ, პრესა კონტროლდება თუ არა, რამდენად დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და გარდა ამისა, რა სახის პრობლემებია დღეს ბეჭდურ მედიაში? მოგესალმებით. იგივე შემიძლია გავიმეორო ბეჭდური მედიის შემთხვევაშიც, რაც უკვე თორნიკემ ახსენა. ანუ ბეჭდური მედია ეს ისეთი თემაა, როდესაც პოლიტიკოსები, იგივე სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს მეტი კონტროლი ჰქონდეს იგივე ტელევიზიებზე, რადგან მიაჩნია და ეს ასეც არის, რომ ძირითადად ადამიანების უმრავლესობა ინფორმაციას იღებს სწორედ ტელევიზიების მეშვეობით და ნაკლებად კონტროლდება ამიტომ ბეჭდური მედია. შედარებით სიტყვის თავისუფლებაზე და გამოხატვის თავისუფლებასაც შევეხები, ბოლო
პერიოდში 2013 წლის კვლევის მიხედვით Freedom House-ის მონაცემებით საქართველოს მოხვდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მედია ნაწილობრივ თავისუფალია. და ალბათ მეტწილად წვლილი სწორედ აქ ბეჭდურ მედიას მიუძღვის, რომელზეც კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან შედარებით მცირეა. რაც შეეხება ზოგადი ტენდენცია, რაც უნდა ითქვას, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, თუკი მაშინ იყო ესეთი ფენომენი, რომ მედია აშუქებდა არა იმდენად საზოგადოებას, რამდენადაც პოლიტიკას და შემდეგ უკვე პოლიტიკოსებს, ეს ტენდენცია დღესაც შეინიშნება, ამდენად ტელევიზიებზე გავლენა შედარებით მეტია, მინდა ვთქვა, ვიდრე ბეჭდურ მედიაზე. გარდა იმისა, რომ თქვენ თქვით, არ ხდება იმდენად ჩარევა დაცულია. სხვა რა პრობლემები აქვს ბეჭდურ მედიას, ტექნიკური ხარვეზი თუ სხვა რა პრობლემას აწყდება მე? აი ეს რაც ეხლა უკვე ვახსენე, ის რომ საზოგადოების გაშუქება და საზოგადოების პრობლემებზე აქცენტირება უფრო ნაკლებად ხდება ვიდრე პოლიტიკოსებზე, ამდენად გვევლინება ესეთი მოვლენა, რომ ბეჭდური მედია არსებობს იმისთვის, რომ გააშუქოს პოლიტიკოსები და არა საზოგადოება. პრობლემები, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში, ნაკლებად აქტუალურია ბეჭდური მედიისთვის, ვიდრე ნაკლებად აქტუალურია საზოგადოების პრობლემები. და მაინტერესებს ასევე გავრცელების პრობლემა თუ აქვს, თქვათ, რეგიონებში, რამდენად მოთხოვნადია იგივე პრესა, ბეჭდური მედია, ჟურნალ-გაზეთები, რამდენად გაყიდვადია და იყენებს თუ არა მკითხველი. ძირითადად სწორედ რეგიონის საფუძველზე, სწორედ რეგიონს ეყრდნობა ბეჭდური მედია იმდენად, რამდენადაც იგივე დღეს საქართველოში რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი სოციალურ მედიაზე, არ არსებობს ინტერნეტით მომარაგება, ამდენად ძირითადად ინფორმაციის მიღების საშუალება რეგიონებში სწორედ არის ტელევიზია და ბეჭდური მედია. ნაკლებად სოციალური მედია, რომელიც ალბათ ძალიან მინიმუმი ადამიანებისა, რომლებიც იღებენ ინფორმაციას სწორედ სოციალური მედიიდან. დიდი მადლობა. თამარ, შემდეგი კითხვა თქვენთან. თქვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც აკვირდებით მედიას, უწევთ მას მონიტორინგს, წლებია. როგორ შეფასებას მისცემთ? მოусმინეთ როგორც ტელევიზიის, ასევე პრესის, ინტერნეტ მედიის წარმომადგენლების მოსაზრებებს, იზიარებთ თუ არა იმ საკითხებს და იმ პრობლემებს, რაც დაისვა დღევანდელ გადაცემაში და შემდეგ რომ გითხრათ, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს პრობლემები? მადლობა, მოგესალმებით ყველას. სწორედ აღნიშნეს ყველა მედიის წარმომადგენელმა, აღნიშნა ეს პოლიტიზირებული გარემო. ნამდვილად ასია, დღეს მედიის ყველა საშუალება არის მეტად პოლიტიზირებული და სოციალური საკითხები, ასე ვთქვათ, ითრგუნება, მაგრამ ვიტყოდი თვითონ მედიის თავისუფლების ხარისხზე, სოციალური მედია თავისუფალი არის და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით ეს თავისუფლება არის პრობლემა. თქვენი აზრით უნდა იყოს რაიმე მექანიზმით კონტროლი სოციალურ მედიაზე, როგორ და რანაირ ფორმით მოხდება ამა თუ ინფორმაციის გავრცელება? სწორი კითხვა. მე ვიტყოდი ასე, რომ რადგანაც სხვა მედია საშუალებებში არ უნდა გავიდეს მსგავსი სახის ინფორმაცია, არ უნდა იყოს გამონაკლისი სოციალური მედიის სახითაც. და როდესაც ასეთი ვიდეოები მოხდება სოციალურ მედიაში, შესაძლებელია დავაწესოთ შეზღუდვა. და არ გავიდეს ეს ვიდეოები ეთერში, მაგრამ ეს ძალიან რთულია. და ამ ეტაპზეც ამის გამო არ არსებობს საქართველოში და თითქმის არც ერთ სახელმწიფოში კანონი, რომელიც ამას გააკონტროლებს. თუმცა უნდა ვიფიქროთ იმ აუდიტორიაზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ბავშვები თუნდაც. რაც შეეხება პრესას, პრესის შემთხვევაში უნდა იყოს თუ არა, ვთქვათ ასევე სოფო ბრძანა, რომ არ არის ჩარევა, არ ხდება პრესის შემთხვევაშიც. თქვენ როგორ აფასებთ, უნდა ხდებოდეს თუ არა ყველანაირი უცენზურო სიტყვები ხშირად არის გამოყენებული? უნდა იყოს თუ არა ამ შემთხვევაში კონტროლი, ვთქვათ, სიძულვილის ენა? დიახ, გეტყვით ამის შესახებ, სიძულვილის ენა არა მარტო პრესაში, არამედ მთლიანად ყოველ მედია საშუალებაში არის გამოხატული. განსაკუთრებით, გავიხსენებ კონკრეტულ ფაქტს, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას. სიძულვილის ენა ისმოდა როგორც ტელევიზიებიდან, ასევე პრესიდან. და ამ მხრივ სხვათა შორის გაცილებით კარგად გამოიყურებოდა სოციალური მედია. მაგრამ ამის დაწესება ძალიან მარტივია ბეჭდური სახით. უნდა შეიზღუდოს წერის მანერა. არის კანონის თამაში. გეტყვით ამის შესახებაც, არის ასეთი ინიციატივა, რომ გამოვიდეს კანონი, სადაც სიძულვილის ენას გააკონტროლებენ და დაისჯება მექანიზმებით, ეს იქნება ფულადი გადასახადი ამ ასეთი
ქმედებებზე ჟურნალისტების მხრიდან და ტელევიზიის მხრიდანაც. კარგი იქნება თუ ამაში ბეჭდური სოციალური მედიაც ჩაერთვება და ეს კანონი გავრცელდება ყველაზე. თუმცა ასეთი კანონი რამდენად არის შეთანხმებული გამოხატვის თავისუფლებასთან კანონზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აღიარებს, ეს უფრო ალბათ იურისტის პოზიციიდან უნდა გაიგოთ ამის შესახებ. მაგრამ ამას კონტროლი ნამდვილად სჭირდება. მადლობთ. თქვენ რა სიტყვით ეთანხმებით თუ არა თამარს ის რომ უნდა მოხდეს კონტროლი რაიმე სახის თუნდაც საკანონმდებლო დონეზე მექანიზმის შემუშავება დავიწყოთ სოფო თქვენგან რას ფიქრობთ უნდა მოხდეს თუ არა მსგავსი კონტროლი? ჩემი აზრით კანონმდებლობის საშუალებით ვაკონტროლოთ მედია საშუალება ეს ყოველთვის მიგვიყვანს უარყოფით შედეგამდე. არ ვფიქრობ რომ რაიმე სახის ჩარევა ამ მხრივ უნდა მოხდეს. სასურველია იყოს რაიმე სახის რეკომენდაციები რომელსაც მიიღებს იგივე პარლამენტი, თუმცა რაიმე სახის კანონით ჩავერიოთ, ვფიქრობ საქართველოს საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით. ის ძირითადი პრობლემები, რომელიც დღეს თუნდაც პრესაში, იგივე ტელევიზიაში არსებობს, მივყავართ საბოლოოდ მაინც არაპროფესიონალიზმამდე და არა კანონმდებლობის შეცვლამდე. თუნდაც ის დეკრიმინალიზაცია მოხდა ცილის წამების. საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია პრესასთან მიმართებაში. ამდენად აქ კიდევ რაიმე სახის რეფორმა გავატაროთ, ვფიქრობ ზედმეტია უფრო სასურველია რეკომენდაციები და ვიმუშაოთ ჟურნალისტების პროფესიონალიზმზე. მადლობთ. თორნიკე, როგორია თქვენი პოზიცია და საერთოდ რას თვლით? შესაძლებელია თუ არა ინტერნეტის კონტროლი, იმიტომ თქვენ თქვით რომ მისი კონტროლი ძალიან რთულია, იმიტომ რომ შესაბამისი მექანიზმები არ არსებობს არც ერთ ქვეყანაში. ინტერნეტის კონტროლი რა თქმა უნდა ძალიან რთულია და იმიტომ რომ მექანიზმები არ არსებობს სწორედ, მაგრამ გავხსენებთ მომენტს რომ მაგალითად რომელიმე ბლოგის ან პოსტის შემთხვევაში აწერია ხოლმე თქვა სტატიის ქვეშ რომ უხამსი კომენტარები არ გამოქვეყნდება. შესაბამისად შეგვიძლია ვიგულისხმოთ რომ ეს თავისთავად არ რეგულირებს კომენტარების ავტორების დამოკიდებულებას ამ კონკრეტული სტატიის თუ ბლოგის მიმართ. ჩემი აზრით თვითონ მომხმარებელმა უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა, რასაც თავის კომენტარში გამოაქვეყნებს თავის კომენტარის სახით. მადლობთ. კი ბატონო, მანამდე მკითხავთ რა შეეხება მომხმარებელს იმ შემთხვევაში თუ თქვა სიძულვილის ენის გამოყენება მოხდა, დაზარალებული არის ის პირი, ვის მიმართაც მედია საშუალება ამ სიძულვილის ენას იყენებს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს აღკვეთა იმის რომ მედიის საშუალებმა არ მოახდინოს მსგავსი ქმედებები და არ მოხდეს დისკრიმინაცია ადამიანების. არის კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მედია გავლენას ახდენს საზოგადოებრივ არხზე და ეს ძირითადად ტელევიზიების ტენდენციაა. ტელევიზიებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოებრივ აზრის ჩამოყალიბებაზე, გინდაც ჰომოფობიაზე და ვიტყოდი ასე, რომ კონტროლი ნამდვილად სჭირდება. ამ ყველაფერს. აქვთ თავისი შიდა, ასე ვთქვათ, რეგულირებები მედია საშუალებებს, მაგრამ სცილდებიან ამ რეგულაციებს თვითონ კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპანია იზიარებს, რომ სიძულვილის ენა არ უნდა გამოიყენონ, მაინც იყენებენ სიძულვილის ენას. რისგან არის ეს გამოწვეული? ვთქვათ, არაცოდნისგან, არაპროფესიონალიზმის. არაპროფესიონალიზმი. მე ამას დავარქმევდი არაპროფესიონალიზმს. სოფიკომ არაჩვეულებრივად განმარტა ეს, რომ აბსოლუტურად ლიბერალურია საქართველოს კანონი მედიასთან მიმართებით და შეზღუდვები გამოიწვევს რაღაც ეტაპზე მედიის შეზღუდვებს, რაც გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო უნდა იმუშაოს რამდენიმე ექსპერტმა ერთად და მივიდნენ რაღაც შემაჯერებელ დასკვნამდე. და როგორ უნდა მოხდეს რეგულირება? მოკლედ რომ გითხრათ, რა მექანიზმით უნდა მოხდეს? მექანიზმით შეიძლება ეს არ იყოს ფულადი, როგორც ჯარიმის სახით. მე მგონია რომ მან ფულადი ჯარიმა არ არის მაინც მიზანშეწონილი, მაგრამ შერჩევა უნდა ხდებოდეს ჟურნალისტების გასაუბრება, მათი პოზიციის გაგება
სოფლმხედველობის გაგება, მათი წერის უნარები. ჩვენ მხოლოდ სიძულვის ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ანუ მუშაობა მათი პროფესიონალიზმის აწევის მიზნით. პროფესიონალიზმის აწევის მიზნით კი. და ეს კადრების შერჩევა დღეს საქართველოში ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, არა მარტო მედიაში, მაგრამ მე კონკრეტულად მედიაზე ვიტყვი, რომ ხანდახან სტატიის კითხვის დროს, ანუ ბეჭდვის მედია შევეხები, ხედავ არა ძალიან ბევრ პრობლემას, როგორც გრამატიკულს, ასევე აზრის ჩამოყალიბება უჭირთ. და ეს კადრების პრობლემა ნამდვილად დგას საქართველოში. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა და ჩვენს კითხვებს უპასუხეთ. ეს იყო გადაცემის მეორე ნაწილი. მესამე ნაწილში ჩვენ გვეყოლება აქტიური აუდიტორია. აუდიტორიის თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა გამოთქვას თავისი სურვილი და დასვას სასურველი კითხვა. ასე რომ რამდენიმე წუთწამიანი პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით დროებით. პაუზის შემდეგ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. გადაცემის მესამე ნაწილში ჩვენ სტუმრებთან ერთად შევაჯამებთ დღევანდელ გადაცემას, ასევე მოვსმენთ აუდიტორიას, მოვსმენთ მათ კითხვებსა და შეფასებებს. ჩვენი მესამე ნაწილის სტუმრები არიან იურისტი ანი კასარელი და მედია მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი სოფო აზარიაშვილი. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. პირველი კითხვით ანი მოგმართავთ თქვენ, როგორი არის დღეს საკანონმდებლო ბაზა, როგორ არეგულირებს კანონმდებლობა მედიის გამოხატვის თავისუფლებას და მაყურებისთვის რომ გავმართოთ რას გულისხმობს კანონის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მოგესალმებით. დღესდღეობით საკანონმდებლო ბაზა შემდეგნაირია. კანონის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც საქართველოში 2004 წლის 24 ივნისს დამტკიცდა და რომელიც ზოგადად მოიაზრებს ადამიანის უზენაეს უფლებას, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს იგი თავისუფლად, რომლის შესახებაც პროფესიונალად ვისაუბრებ. ასევე აღსანიშნავია საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლი, რომელიც მოიაზრებს გამოხატვის ზოგად თავისუფლებას და მისი ზოგი ნაწილი უკვე ჩვეულებით სამართლად არის აღიარებული. აღსანიშნავია ადამიანთა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლებაზე, თუმცა ეს შეზღუდვა არის მინიმუმამდე დაყვანილი, რათა გამოხატვის თავისუფლებას მცირე ზიანი მიაყენოს. მხოლოდ ამის ანალოგი კი საქართველოში გვაქვს, საქართველოს კონსტიტუციაში 24 მუხლი. ეს ორი მუხლი, რა თქმა უნდა, თავის მხრივ მოიცავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებას, თუმცა აქვს ისეთი წესდებები და რეგულაციები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, რათა თავის მხრივ იქნეს დაცული სხვა პირთა ღირსებები და უფლებები. რაც შეეხება თვითონ გამოხატვის თავისუფლებას, ეს არის ადამიანის უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეხედულება, დამოკიდებულება და მოახდინოს მისი გამოხატვა მაქსიმალურად თავისუფლად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს არ არის აუცილებელი იყოს მხოლოდ სიტყვით, ეს შეიძლება იყოს თუნდაც პოლიტიკური დებატები ხელოვნებაში, კულტურაში, თუნდაც ხელოვნების ნიმუში და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა ასევე აღნიშნო ის, რომ იმ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება არის მაღალ დონეზე, ანუ ეს კანონის არის დგას მაღალ დონეზე, ის საზოგადოება კიდევ უფრო ახლოს არის დემოკრატიულ და განვითარებულ წყობასთან ზოგადად ქვეყნის. რამდენად დაცულია კანონმდებლობით მინიჭებული თავისუფლებები და უფლებები მედიაში დღეს? რამდენად ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება? კანონმდებლობით მინიჭებული თავისუფლებები და უფლებების დაცვის ხარისხი საკმაოდ დაბალია საქართველოში, რადგან ჟურნალისტები ძალიან ხშირად ზღვარს ვერ ავლებენ გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს შორის. გამოხატვის თავისუფლება მოიაზრებს პრესის თავისუფლებას, რადგან ჟურნალისტებს შეუძლიათ გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია თავისუფლად, თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, ჟურნალისტებს უნდა ახსოვდეთ ის, რომ ეს ინფორმაცია აუცილებელია იყოს ობიექტური, სამართლიანი, სწორი იყოს მისი კონტექსტი და სწორად იყოს მიწოდებული საზოგადოების მიმართ. აუცილებელია გაიმიჯნოს ფაქტი და კომენტარი ერთმანეთისგან მაქსიმალურად, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მესამე პირთა უფლებები და საზოგადოებრივი უფლებები. დიდი მადლობა. შემდეგი კითხვით სოფიო თქვენ მოგმართავთ. თქვენი ცენტრი უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მონიტორინგს უწევს მედიას. როგორი არის ბოლო წლების ტენდენცია? უფრო მეტად თავისუფალია დღეს მედია თუ პირიქით, როგორი პროცესები მიმდინარეობს?
პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ არასამთავრობო სექტორის პოზიციით დაინტერესებისთვის. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია მოღვაწეობს ამ სფეროში. ჩვენ ვაკვირდებით ყველა მედია საშუალებას აბსოლუტურად, რაც შეეხება თავისუფლების ხარისხს, უნდა ითქვას, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. თუმცა რა თქმა უნდა ეს მინდა ვთქვა რომ არის დადებითი კუთხით. მედია გახდა ბევრად უფრო თავისუფალი ვიდრე იყო არჩევნებამდე. თუმცა ასე ცალსახად არ შეგვიძლია ვთქვათ რომ 2012 წლის არჩევნებამდე სრულად აკონტროლებდა ხელისუფლება მედიას. რა თქმა უნდა არა. ეს ძირითადად შეეხებოდა სამთავრობო არხებს, ასეთი იყო რუსთავი 2, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი. მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეტად დაბალანსებული ინფორმაცია გადიოდა, თუმცა ვთქვათ, არ შუქდებოდა კრიტიკული თემები. რაც შეეხება სხვა მედია საშუალებებს, მაუწყებობდა რამდენიმე მედია საშუალება, ტელევიზიას გულისხმობ, ვთქვათ, კავკასია, იგივე მაესტრო, სადაც ყოველგვარი ხელისუფლების ზეწოლისგან იყო გათავისუფლებული და შუქდებოდა ოპოზიციური თემები. რაც შეეხება პრესას, პრესაში იყო რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, იბეჭდებოდა აბსოლუტურად ყველაფერი. შემიძლია მოვიყვანო მაგალითები ასავალ-დასავალი ქრონიკა, სადაც ღიად იყო მთავრობის კრიტიკა. ასე რომ თქვათ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ტელევიზია ნამდვილად გათავისუფლდა. არის უფრო მეტი თემები, უფრო დაბალანსებული ტენდენციები გამოიკვეთა ზოგადად, რომ აღარ არის მიკერძოებული. ძალიან ბევრი არჩევანი აქვს ახლა მაყურებელს, რომ თქვათ აირჩიოს მისთვის სასურველი მედია საშუალება არის უფრო მრავალფეროვნება, რაც ძალიან კარგია, თქვათ თუ არენდობი რუსთავი 2-ს, შეხვალ ინტერნეტში, ინტერნეტ მედიას მიაქცევ ყურადღებას და რა თქმა უნდა ფიქსირდება დღესაც დარღვევები, რა თქმა უნდა არის დარღვევები, თუმცა გაცილებით მცირე რაოდენობით. რით არის განპირობებული ეს თავისუფლება, რომელიც თქვენ თქვით, რომ არჩევნების შემდგომ უფრო თავისუფალი გახდა პრესა და მედიის საშუალებები, მოკლედ რომ გუპასუხოთ. იცით რა არის, ვფიქრობ ეს არის ხელისუფლების ცვლილება. ის კონკრეტული არხები არავის არ არის დასამალი, რომ თქვათ რუსთავი 2 ღიადი უწევდა პროპაგანდას, სამთავრობო უწყობებს, ასევე იმედი იყო ასეთი და რა თქმა უნდა შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა ამ მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაც. დიდი მადლობა. ეხლა უკვე საშუალებას მივცემთ ჩვენს აუდიტორიას, მათთვის საინტერესო კითხვები დასვას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, მაშასე მსურველებს შეგიძლიათ თქვენი კითხვა დასვათ. კი ბატონო, ცისია გისმენთ. მოგესალმებით, ცისია ცერცვაძე. აქ რამდენჯერმე გაიჟღერა იმან თუ რა ფაქტები უშლის ხელს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. მე გამოვყოფდი პრინციპში ეკონომიკურ ფაქტორს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის განვითარებისათვის. ყველა მედია საშუალება დღესდღეობით დაფუძნებული არის მომგებიანობაზე, თვით დაფინანსებაზე. შესაბამისად, თუ მედია საშუალება არ არის მომგებიანი, თუ არ არსებობს კარგი სარეკლამო ბაზარი, თუ მსყიდველუნარიანი არ არის მაყურებელი, შესაბამისად ეს მედია საშუალება არის წამგებიანი და ის რეალურად ვეღარ გააგრძელებს არსებობას თუ კი და ამ შემთხვევაში ის მიმართავს უკვე დონორ ორგანიზაციებს, სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოძრაობებს. შესაბამისად აქ უკვე იქმნება მედიის ანგაჟირების რეალური საფუძვლები. ეს რაც შეეხება ჩემი პოზიცია. მე შეკითხვა მექნება იურისტთან. აქ თქვენ ახსენეთ სიტყვის თავისუფლება დამოუკიდებელი მედიის კონტექსტში და თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა რომ რეალურად ქვეყანაში არსებობდეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ არ არსებობდეს დამოუკიდებელი მედია? მადლობთ შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თავისუფლად არსებობდეს გამოხატვისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი, თუმცა ქვეყანაში მედია არ იყოს დამოუკიდებელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი არეგულირებს ამ თავისუფლებას, რომელიც აქვთ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებაში თუ სხვა მხრივ, აუცილებელია თვითონ მედია საშუალებებსაც ჰქონდეთ ის თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას, მათ ობიექტურობას და მათზე გადაიტანს იმ თვითრეგულაციის პასუხისმგებლობას, რომელიც აუცილებელია ჰქონდეთ მათ. დიდი მადლობა ანი, შემდეგი ვინ იქნება? კი ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით, თამარ ქუმსიაშვილი. მე ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთან მექნება კითხვა. დღეს სტუდიაში ითქვა იმის შესახებ, რომ ქართულ მედიაში არის სერიოზული პრობლემები, თუნდაც იგივე ობიექტურობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, თუმცა მიუხედავად ამ ფაქტორებისა, იზრდება მედიის თავისუფლების ხარისხი და იზრდება საზოგადოების ნდობა მედიისადმი, რასაც მოწმობს სხვადასხვა სახის კვლევები. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რით შეიძლება იქნას ახსნილი ეს ტენდენცია.
ანუ ეს იგივე ხელისუფლების მხრიდან წამოსული წნეხის შემცირების შედეგია თუ რაიმე სხვა გარემო ფაქტორებით შეიძლება აიხსნას. მადლობა. მადლობთ, სოფიო გისმენთ. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მე გავამახვილე უკვე ყურადღება ჩემს მონოლოგშიც, როდესაც საუბრობდი, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ხელისუფლების ცვლილებამ განაპირობა ის, რომ მოიხსნა ფაქტურად კონტროლი სამთავრობო ტელევიზიებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით არის მრავალფეროვნება. ძალიან ბევრი მედია საშუალება მაუწყებლობს დღეს. ეს არის ტელევიზია, ინტერნეტ მედია, პრესა. მკითხველს აქვს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესაბამისად და ეს არის ძალიან მთავარი. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს იმის განმაპირობებელი თუ როგორი უნდა იყოს მედია, როგორ უნდა იყოს ის მეტად თავისუფალი და ჩვენ გვაქვს რეკომენდაციები, რომლითაც მივმართავთ ხოლმე მედია საშუალებებს და მინდა ვთქვა, რომ არის გათვალისწინებები და ჩვენ ვხედავთ რეალურ შედეგს. დიდი მადლობა. შემდეგი მსურველი. კი ბატონო, გისმენთ. მოგესალმებით, სალომე ომსარაშვილი. მე სოფოსთან მექნება კითხვა. აქ პირველ ბლოკში ითქვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგიონულ ტელევიზიებს ხელშეწყობა სჭირდებათ. თქვენი აზრით, სად უნდა გადიოდეს ზოგადად ურთიერთობის ზღვარი სახელმწიფოსა და მედიას შორის იმისათვის, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიშვას? დიახ, ეს არის სრული სიმართლე, რომ რეგიონულ ტელევიზიებს მართლაც სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. თუმცა ძალიან საფრთხილო თემა არის, როდესაც სახელმწიფოს დახმარებას და შემდგომ ჩარევაზე ვსაუბრობთ. უნდა იყოს გარკვეული პროექტები, გარკვეული პროგრამები, რომლითაც დაეხმარება სახელმწიფო რეგიონულ მედიას. თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოზე მეტად მე ვხედავ არასამთავრობო სექტორის როლს. თუნდაც ჩემს საქმიანობაზე მოგახსენებთ და ჩემი ორგანიზაციის საქმიანობაზე, ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ ტრეინინგებს, ვატარებთ სემინარებს რეგიონული ჟურნალისტებისთვის და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ. რაც შეეხება დაფინანსების თემას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა რეგიონებისთვის. და რა თქმა უნდა დაფინანსება არის ერთ-ერთი მთავარი ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის. ამ შემთხვევაში უნდა გამოინახოს გზები, რომ სახელმწიფომ გარკვეული პროექტებით დააფინანსოს მედია, რადგან ეს შედის თვითონ სახელმწიფოს ინტერესებში. ესე მგონია, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, შენი მოსახლეობა არის ძალიან ინფორმირებული, ეს თავად არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის როლი და არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება, ძალიან ფრთხილად უნდა დაეხმაროს სახელმწიფო რეგიონულ ტელევიზიებს თუ სხვა მედია საშუალებებს მათი როლის გაზრდაში და მადლობა სოფიო, დიდი მადლობა. მოსაზრებები, კითხვები ან შენიშვნები თუ გვაქვს კიდევ? კი ბატონო, გისმენთ. ქრისტინე გამთენაძე, მე შეკითხვა მექნება სოფოსთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. სოფო, რა რეკომენდაციებს მისცემ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ისე მედიის წარმომადგენლებს, რომ მედიას ჰქონდეს საშუალება იმისა, რომ იყოს უფრო ობიექტური? მადლობთ კითხვისთვის, უბრალოდ მე დავამატებ კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს მაშინ აი ამ მექანიზმების შემუშავება. იცით რა არის საერთოდ ჟურნალისტიკაში ძალიან ძნელია ეს რამეზე საუბარი. ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაციების მიცემა. ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ გვაქვს სარეკომენდაციო პაკეტები. სარეკომენდაციო პაკეტები გვაქვს როგორც მედია საშუალებების მიმართ, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ. მინდა ვთქვა, რომ შეინიშნება სასიამოვნო და დადებითი ტენდენცია მასთან დაკავშირებით, რომ ხდება ამ რეკომენდაციების გათვალისწინება. თუმცა რამე მექანიზმი, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ მივიდეთ და ვაიძულოთ მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ეს ჩემი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგეს როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ჩამოუყალიბდეთ კარგ სახელმწიფოდ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინება. თუმცა აქ ჩვენ არ გვისაუბრია თვითონ საზოგადოების როლზე. ჩემი აზრით, ხდება თუ არა თქვენი რეკომენდაციების გათვალისწინება, თქვენ თქვით, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ამ რეკომენდაციებს აქვთ. კი ბატონო, თუ შეიძლება დავაცრულებ მე ჩემსას, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი და თვითონ საზოგადოებისგან უნდა მოდიოდეს დაკვეთა, რომ იყოს გამოხატვის თავისუფლება და მოითხოვოს უნდა მან და საზოგადოების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ 4 ფაქტორი უნდა გამოვყოთ, ძირითადად ეს არის თავად მედია საშუალებები, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება და თვითონ არასამთავრობო სექტორი. რაც შეეხება ჩვენი რეკომენდაციები, ჩვენ ნამდვილად გზავნით რეკომენდაციების პაკეტს ყველგან და შეინიშნება ნამდვილად დადებითი ტენდენციები. ტელევიზიებიც ცდილობენ, რომ გამოასწორონ თავიანთ, იმიტომ რომ ეს შედის მათ ინტერესებშიც. რაც შეეხება სამთავრობო სტრუქტურებისადმი რეკომენდაციებს, მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში, აი 2012-2013 წელს უკვე ნამდვილად ნაკლებად ხდება ჩარევა ტელევიზიების თუ სხვა მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში. მადლობთ. შემდეგი კი ბატონო.
ანა კაკურია, კიდევ ერთი შეკითხვა მექნება ქალბატონ სოფოსთან ამჯერად. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიონალური საქმიანობის შესრულების დროს ხელი უშუალოდ თავიანთმა კოლეგებმა შეუშალეს და დაბლოკეს ერთმანეთი. ეს პრობლემა ეკატერინე დუგლაძესა და ვასილ დაბრუნდაშვილს შეექმნათ. მე მაინტერესებს რა ზომებს მიმართეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით. მადლობა. დიდი მადლობა. ეს ფაქტი არის ჩვენთვის ცნობილი და იურისტიციის სტუდიაში და დამეთანხმება ისიც რომ ჟურნალისტიკაში ესეთი რაღაც არის რომ ვერ ჩაერევი კონკრეტულ ქმედებას ვერ განახორციელებ ასე უხეშად, იმიტომ რომ არის ეთიკის კოდექსი. ეს თავად ჟურნალისტების მხრიდან უნდა დარეგულირდეს ეთიკის მიხედვით. თუმცა არასამთავრობო სექტორის როლი რა თქმა უნდა დიდია და ჩვენც ამ ფაქტთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი გამოხმაურება, მყისიერი რეკომენდაცია, მაგრამ მაინც ძალიან დიდი რეგულირება უნდა გქონდეს და თავად უნდა იცავდეს ეთიკის კოდექსს. ასე უხეშად ვერავინ ვერ ჩაერევა დამეთანხმება იურისტიც. ქალბატონანი, მოკლედ რომ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემოთ, რა დასკვნამდე მივედით, როგორ უნდა მოხდეს აი ამ პრობლემების გადაწყვეტა. საბოლოოდ შეიძლება ითქვას ის რომ აუცილებელია ჟურნალისტების მიერ და ზოგადად მედია საშუალებების წარმომადგენლების მიერ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. აუცილებელია ამ ორ მოვლენას შორის დავიჭიროთ გარკვეული ბალანსი და შესაბამისად მოვიქცეთ. ყველა ჟურნალისტი უნდა იყოს ვალდებული მისდიოს იმ ეთიკის ქარტიას, იმ ნორმებსა და წესდებას, რომელიც მისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარეობს და მოითხოვს ამ ნორმების დაცვას. შესაბამისად უნდა განახორციელოს თავისი საქმიანობა და მაქსიმალურად დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს საზოგადოების ღირსებებსა და მათი წარმოადგენლების უფლებებს. მსურველები თუ არიან, პატარა კომენტარები ან შენიშვნები? კი ბატონო, დასვით. გამარჯობათ, მაია თეთარაშვილი, მე შეკითხვა მაქვს იურისტთან. რა მექანიზმებით რეგულირდება იმ ჟურნალისტების საქმიანობა, რომელთაც არ აქვთ ხელი მოწერილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაზე? და არის თუ არა რაიმე შესაძლებელი არ მხრივ ამაზეც რა გააკეთოთ კომენტარი? ასეთი ჟურნალისტები, ან ზოგადად ჟურნალისტის საქმიანობა პირველ რიგში არის დაფუძნებული მის სინდისზე, მის პასუხისმგებლობაზე. ჟურნალისტი პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარი სინდისის წინაშე პასუხისმგებელი. შესაბამისად, ის თავისი ადამიანური და პროფესიული შინაგანი პროფესიონალიზმით უნდა ხელმძღვანელობდეს ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა, ეს იყო ჩვენი გადაცემა, რომელიც უკვე დასასრულს მიახლოვდა. მადლობა სტუმრებს მობრძანებისათვის, ასევე აქტიურ აუდიტორიას.